სალამი მეგობრებო, ჩვენი მორიგი შეხვედრა. ეს წარმოდგენები იყო ჩვენ წინასაუბრის ბოლოს ჩამოყალიბებული უკვე მთლიანად, ანუ მთელი პროექტის განმავლობაში, რასაც ვაკეთებდი და ვფოკუსდით ამაზე. რა არის ამათ შორის საერთო? ერთიც არის სისტემა, მეორეც არის სისტემა. ერთიც წარმოდგენილია აბსტრაქტული სახით, ანუ აღწერით, ფოტოსურათით და მეორეც შეგვიძლია თუ არა ჩვენ ჩავწვდეთ აი ამ მსხვილ სისტემას ჩვენ სამყაროს ასე უცებ შეგვიძლია გავიხედოთ, გავიდეთ გარეთ, მოწმენდილ ღამეს შევხედოთ, შეგვიძლია რაღაც აღჭურვილობის გამოყენებით უფრო დეტალურად დავინახოთ ეს ყველაფერი. უფრო მარტივია ჩვენ სამზარეულოში შევხედოთ აი ამ სისტემას. დავიწყოთ ამაზე ფიქრი, რა არის აქ საერთო, რა არის გამაერთიანებელი. არც ისე მარტივი ამოცანაა პირველი შეხედვით, მაგრამ ჩვენ უკვე მზათა ვართ. ამდენი ვიმუშავეთ და გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ დავიწყოთ ამაში გარკვევა. ანუ ციური ობიექტების კლასიფიკაცია, დახარისხება, დალაგება და რეალობის ობიექტები თქვენ სამზარეულოში. ანუ კოვზების კლასიფიკაცია. ერთ შემთხვევაშიც არის კლასიფიკაცია, მეორე შემთხვევაშიც არის კლასიფიკაცია. რეალობის ობიექტების წოდნის სახით, ანუ აბსტრაქტული სისტემა წარმოდგენილი ესეთნაირად ერთიც და მეორეც და თუ არა გაქვთ პასუხი, მაშინ როგორც მოვილაპარაკეთ, უნდა ნახოთ განსწავლული ადამიანი და შეეკითხოთ. თუ ამ ამოცანის გადასაწყვეტად მოძებნილი ადამიანი, რომელიც არის გათვითცნობიერებული, საუკეთესო შემთხვევაში მეცნიერი, რითი უპასუხებს აი ამ კაცუნას, რომელიც ფიქრობს ამაზე, რიცხვი, ზომა, მსგავსობა და განმასხვავებელი ნიშნები. ასეთნაირად ვალაგებთ ჩვენ ინფორმაციას ჩვენ თავში. ასეთნაირად უნდა ვსწავლობდეთ, არა ვიზეპირებდეთ, არამედ შევეცადოთ, რომ ჩვენ თვითონ დავალაგოთ. ზოგჯერ სასწავლო რესურსი იმდენად კარგად არის წარმოდგენილი, რომ ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში სახელმძღვანელოებშიც კი ვაწყდებით აი ესეთ პრობლემას. მსხვილი საგანმანათლებლო სისტემა ვერ პოულობს იმ სახელმძღვანელოს, რომელიც იქნება იდეალური. ნახეთ, აი ამ შემთხვევაში რაზე იყო აი ეგ საუბარი? მოდელებზეა საუბარი. ანუ აბსტრაქტულ წარმოდგენაზე, ანალოგზე, რომელიც გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას. აი შეიძლება თქვათ, რომ აი ამ ხელა, აი რა ზომისაა, ნახეთ სამყარო და როგორ შევხედოთ ამას, როგორ შევისწავლოთ უზარმაზარი მასშტაბის ობიექტი, მაგრამ მოდელი, მისი ფოტოსურათი, მისი ნახატი, მისი ნახაზი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ ამ ობიექტთან მუშაობას. ერთ გამოჩენილ ასტრონომს ეკითხებოდა ჟურნალისტი, როგორ მუშაობ თქვენ ამ უზარმაზარ ობიექტთან და ღიმილით უთხრა, რომ ეს უზარმაზარ ობიექტი ჩემ თავშია, ჩემ მაგიდაზე დევს, მე ვმუშაობ ამ ობიექტთან, ვსწავლობ მის თვისებებს და ვალაგებ ყველაფერს, რომ ცალსახად იყოს წარმოდგენილი. აი აქაც აი სხვადასხვა ობიექტები და სხვადასხვა მოდელები წარმოგიდგინეთ. მოდელი, ანუ აბსტრაქტული წარმოდგენა გამარტივებული, მაგრამ შინაარსობრივად ზუსტად იმ მთავარი შინაარსით დატვირთული. შეიძლება მოდელი იყოს ადეკვატური, ზუსტად ასახავდეს იმ ძირითად კანონზომიერებას და ობიექტს. ჩვენ ერთმანეთს მოდელებს უგზავნით, მაგრამ შეიძლება რომ ჩვენ არასწორი, არამკაფიო ან საერთოდ ილუზორული მოდელები შევქმნათ. აი აქ თქვენ დაინახავთ რამდენიმე ასეთ მოდელს, ანუ ობიექტებია უცნაურად არსებობენ დახატულები, როდესაც არიან რეალობაში ვერ იპოვით თქვენ აი ესეთ ობიექტებს, მაგრამ ჩვენი წარმოდგენა რეალობის ობიექტების სახით შეიძლება იყოს დატვირთული აი ასეთი ილუზიება. აქედან გამომდინარე შეიძლება კავშირი ასეთი იყოს. ჩვენ ერთმანეთს გაიხსენეთ უგზავნით ინფორმაციულ გზავნილებს. ინფორმაციის გადამცემი და მიმღები. თუ ყველაფერი არის დალაგებული, მაშინ ეს ინფორმაციული სისტემა იქნება მოდელების სახით წარმოდგენილი. მოდელები თუ დალაგებულია, ერთი ასწავლის, მეორე სწავლობს. კარგად შეხედეთ აი ამ სლაიდს. დეტალურად შეეცადეთ, რომ ეს სლაიდი გაარჩიოთ და
დათვალოთ, რამდენი მოდელი არის წარმოდგენილი აი ამ სლაიდზე. თვითონ არის კომუნიკაციის მოდელი, მაგრამ მოდელებით არის წარმოდგენილი. ეს შემთხვევას განვიხილოთ, თუ ორივე მხარე ამ კომუნიკაციის არ არის გათვითცნობიერებული, თუ მათ თავებში არ არის გარკვეული საწყისი ინფორმაცია, მაშინ ორივეს გაუჭირდება და აი ასეთ პარადოქსებში იარსებებენ. ყოველთვის ჯობია რომ ინფორმაციული კავშირი იყოს განმავითარებელი, ორივე მხარე ცოდნის თვალსაზრისით ამდიდრებდეს ერთმანეთს. აი შეხედეთ აი ამ საინტერესო ობიექტებს, აი ჩვენი ილუზიის წყაროებს, ცალკე ნაწილები არსებობენ რეალობაში, კარგად რომ დააკვირდეთ ნახატებს, მაგრამ როდესაც გავაერთიანებთ, თითქოს გაერთიანება არის შესაძლებელი, ჩნდება ობიექტი, რომელიც რეალობაში არ არსებობს. აი ესეთ პარადოქსულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სხვადასხვა სისტემებში, რომლებსაც ვაწყობთ, ჩვენ ამ ვცდილობთ, რომ შევისწავლოთ და წარმოვიდგინოთ ეს სისტემები, მათი ბუნების თვალსაზრისით, ჩვენ ვცდებით. ჩვენ გვაქვს რიცხვის და ზომის ცნება და მათემატიკა, რომელიც გვეხმარება, რომ თავი ავარიდოთ აი ასეთ ილუზიებს. ვიარეთ და ეხლა შემიძლია გითხრათ, რომ ის რაც ჩვენ აქამდე განვიხილეთ, გაიხსენეთ მძივებით თამაში, პრაქტიკულად შეგიქმნით ყველა ის წყარო, ყველა ის საყრდენი წარმოდგენა, რომლით თქვენ შეგიძლიათ უკვე განმავითარებელი თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის წარმოდგენები შექმნათ და დაიწყოთ აი ამ წარმოდგენებით სარგებლობა. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ალფავიტებს, ანბანს. ეს არის უზარმაზარი და ძალიან საინტერესო ასპარეზი საერთოდ. ენა, დამწერლობა, მისი სწავლება და შეხედოთ აი ალფავიტებს. რამდენი ობიექტი არის რეალური, აი თქვენს გადახედეთ. უცებ აღმოაჩენთ, რომ ბევრი ობიექტი არის ილუზია, არის სათამაშო, არის წარმოდგენა. კარგად დაფიქრდით, აქ არის ძალიან სერიოზული და ღრმა წინააღმდეგობის შემცველი ასპარეზი. მივადგებით კიდევ ერთ საინტერესო სამეცნიერო ცნებას, არამკაფიო ლოგიკა. ანუ ეს გვიშლის ჩვენ რეალობის ობიექტების აღწერას. ჯობია იყოს ზოოპარკი და მიიყვანოთ ბავშვი, აკლემი დაანახოთ, არა დახატული და არა ზღაპრული. ჯობია ირემი დაანახოთ, რეალური და არა ზღაპრული და ვალებას ვაძლევდი ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ შეცვალეთ თქვენ ეს ალფავიტი. წინა ჩვენ შეხვედრის დროს ვახსენე აი ეს პროექტი. ორ კვირაში ერთხელ ლექციებს უკითხავდით სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც უკავშირდებოდნენ აი ამ ამოცანას. ანუ ირჩევდნენ პლანეტას, პლანეტაზე გამგზავრების გეგმას, ეკიპაჟების შედგენას და ასე შემდეგ და გითხარით უკვე რომ გეუბნებოდნენ, რომ თქვენ პირველებმა STEM პროექტების შექმნა დაიწყეთ. ნამდვილად ასია. ფეინმანი ვახსენე არაერთხელ 12 წლის ბავშვებს რო აუხსნათ, ზუსტად აი ესეთნაირად მუშაობდით. ამ პროექტში მოხდა ამის აპრობირება და ბავშვებისთვის იყო აი ასეთი ლექციების მიმდევრობა, საუბარი როგორ გახდნენ მკვლევარი. 10 სკოლა იღებდა ამაში მონაწილეობას, 15 გავიდა ფინალში, ეს იყო ზეიმი, ვეყრნობოდი ძირითადად პირველად წარმოდგენას, რომელიც აი ამ ავტორების მიერ იყო შემუშავებული, ბავშვებისთვის გასაგები ენით ხსნიდნენ უამრავ რაღაცას. ჩვენს დარჩენილ ნაწილში შევეხებით ზუსტად ამას და პრაქტიკულად გავიმეორებ აი ამ ბავშვებისთვის მომზადებულ ლექციას. ის შეკითხვებიც იქნება, ძირითადი შეკითხვები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, როდესაც სარკეში ჩავიხედებით. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ჩავიხედოთ სარკეში, რა ვიცით, რა არ ვიცით, რა გვინდა რომ ვიცოდეთ, мотивация მოვიფიქროთ და დავიწყოთ ჩვენს განვითარება, ახალგაზრდა მშობლები, ბებიები, ბაბუები და ბავშვებთან ერთად მივყვეთ აი ამ პროცესის განხორციელება. ჩვენი ნაცნობი სლაიდებია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ასეთნაირად დავაყენოთ საკითხი. მოთვინიერება დემონების ოჯახში,
სწავლება ოჯახში, განათლება ოჯახში იმ მინიმალური დონით, რომ დაბადებული გედიოსი იყოს მზად იმისათვის, რომ გახდეს პიროვნება და ზემოქმედება მოახდინოს აი ამ ჩვენ ცივილიზაციაზე. თუ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ კიდევ მასწავლებლებით შემოგვემატებიან, ეს ამოცანაც იქნება გადაწყვეტილი. და ესეთი წარმოდგენა, ესეთი სლაიდის სახით. ანუ პროექტი შექმნილ წარმოდგენათა სიცოცხლის ხანგრძლივობა. რაც ნაპოვნი იყო, ეს მოდელებიც იქნება წარმოდგენილი აქ და იქნება თქვენს განკარგულებაში. ვიმუშავებთ ისეთნაირად, რომ თითოეული თქვენთაგანი გახდეს მკვლევარი და ეს ბუნებრივი თვისება, ადამიანის ბუნებრივი თვისება აღმადგინოთ და თქვენი ბავშვიც გახდეს მკვლევარი. ზოგჯერ განათლების სისტემა მითებს გვაწვდის, აი განსაკუთრებით ფილოსოფოსები. ფილოსოფია მაპატიონ ფილოსოფოსებმა, მაგრამ ძირითადად ემსახურებოდა მითების შექმნა. თუმცა მუშაობს და ზოგჯერ გვაძლევს ჩვენ საკმაოდ მკაფიო და გამოყენებად წარმოდგენა.